რატომ არის აუცილებელი ანალიზების ჩაბარება ორსულობისთვის მზადების პერიოდში? ორსულობისთვის მზადება მინიმუმ 1 წლით ადრე უნდა დაიწყოთ. ეს დრო საკმარისია, რომ პარტნიორებში დეფიციტები გამოასწოროთ. ხშირად პაციენტებისგან მესმის ასეთი ფრაზა: აბა რისთვის უნდა გავიკეთო გამოკვლევები, როცა ბევრი ისე ორსულდება და მშობიარობს და არაფერი ხდება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, რამდენად დიდია რიგი ბავშვთა ნევროლოგებთან, რამდენი ბავშვი სტუმრობს ენდოკრინოლოგებს, მივხვდებით, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ორსულობისთვის მომზადებლობის შედეგები შეიძლება გამოვლინდეს როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგაც. ამ პრობლემების ძირი წყვილის ჩანმრთელობაშია ორსულობამდე და მათი მომზადების ხარისხში. ხშირად ხდება, რომ ქალი ორსულობისთვის მოსამზადებლად მაშინ მოდის, როცა უკვე აღარ იყენებს კონტრაცეფციას და შესაბამისად არსებობს დაორსულების ალბათობა. ვიღებთ ანალიზებს, პოულობთ გადახრებს, მაგალითად მომატებულია ჩიშ, რომელიც ტვინის განვითარებაზე მოქმედებს, ან ჰომოცისტეინი, რომელიც ნერვული მილის განვითარებაზე ახდენს გავლენას. გარდა ამისაც, აქვე იქებულია თუთია, ფერიტინი, ვიტამინი D, რომელიც საერთოდ ყველაფერზე მოქმედებს და უკვე გვიანაა კორექციისთვის. ასეთი ორსულობები ხშირად შეჩერდება 12 კვირამდე, რადგან ორგანიზმს არ აქვს რესურსის სრულფასოვანი და ჯანმრთელი ადამიანის შესაქმნელად. ამ დროს ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმები ერთვება საქმეში და სამწუხაროდ ორსულობა წყდება. და უკვე აღარაფრის გაკეთება შეიძლება, რადგან ორსულობის განვითარების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. მომზადების დასაწყებად ქალმა უნდა მივიდეს გინეკოლოგთან და უთხრას, რომ ორსულობის დაგეგმვას აპირებს. ექიმი გასინჯოს სავარძელში, აირებს ნაცხს ქლორზე, ონკოციტოლოგიაზე, გააკეთებს ვირუსული პაპილომის ტესტს, ტესტს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, ჩაატარებს მცირე მინჯის და სარძევი ჩირკვლების ულტრაბგერით გამოკვლევას, შეაგროვებს ანამნეზს და ანამნეზის მიხედვით შეადგენს ინდივიდუალურ გამოკვლევის გეგმას. გეგმა დამოკიდებული იქნება ქალის ჩივილებზე, მისი სხეულის, კანის თმის, ფრჩხილების მდგომარეობაზე, კანავლის რეგულარობაზე, უკვე დადგენილი დიაგნოზების არსებობასა და რაოდენობაზე. შეიძლება ასე მოხდეს, რომ ექიმმა შეადგინოს გეგმა და გითხრათ, რომ ყველაფერი კარგადაა და გამოკვლევა საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში საჭიროა სხვა ექიმთან მისვლა და მაინც ჩატარება გამოკვლევისა. და თუ ყველაფერი კარგადაა, შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ ორსულობა.